თბილისი 1941 წელი თარხნიშვილის ქუჩაზე საკუთარი სახლის წინ აპატიმრებენ ცნობილ ფილოსოფოსს მოსე გოგიბერიძეს ვერის ბაზარში მიმავალს ალბათ ვერც კი წარმოედგინა რომ უკანასკნელად უწევდა სადარბაზოს კარის გამოღება და კიბეების ჩავლისას საკუთარი ნაბიჯების ხმის გაგონება მოსე გოგიბერიძე დააპატიმრეს გერმანიის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით რაც დასრულდება მისი ყაზახეთში გადასახლებით და იქ უმძიმეს პირობებში სიკვდილით მე-20 საუკუნის ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი გამოჩენილი და გამორჩეული ფილოსოფოსი იყო ამ პერიოდის ქართველ ფილოსოფოსთა შორის. მას აფასებენ როგორც ქართული ფილოსოფიის გენიას. ეს იყო ძალიან ფართო მასშტაბის, ძალიან საინტერესო, ღრმა, განმსჯელი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა უნარი, რომ შეეფასებინა საგნები და მოვლენები სრულიად ახლებურად, ახალი კუთხით მოეტანა ეს საკითხები. ერთი ღარიბი გურული აზნაურის ოჯახში დაბადებული 3 ვაჟი და ერთი ქალბატონი, ერთი ესე იგი მათ ძალიან გაუმართლათ თავის ცხოვრებაში პირველ ეტაპზე და მერე ძალიან ტრაგიკულად დამთავრდა მათი ცხოვრება. როცა მოდიან მე ყოველთვის ვიწყებ ბატონ მოსესის საუბარს, შეიძლება ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ მისი გარდაცვალების წლებიდან და მეკითხები რატომ? იმიტომ რომ გარდაცვალება ეს ის ლამპარია, საიდანაც ყველაზე უკეთ მოჩანს ადამიანი. დებიური გურულიაზო, დიდი მოლიანი მინდვრით, გაშლილი ხედი. აქ დაბადებული კაცი პოეტი თუ არა, ფილოსოფოსი მაინც უნდა გამოსულიყო და გამოვიდა კიდეც. მემორიალური მუზეუმი, რომელშიც დაცულია 1000-მდე ექსპონატი, მეცნიერის ნაშრომები, ფოტომასალა, მემორიალური ნივთები და ფერწერული ტილოები. მეკითხებიან, რომ აი ამ სახლში ცხოვრობდა მოსე გოგიბერიძე, მინდა გითხრათ ჩემო კეთილებო, რომ არა. მოსე გოგიბერიძე ცხოვრობდა აქედან მოშორებით, უფრო მდინარის პირას, ოდნავ მოშორების სადღაც აქედან 150-200 მეტრის იქეთ. და ის გახლდათ აზნაური, დედითაც, მამითაც. მისი მამა ძალიან განათლებული პიროვნება იყო, ივანე გოგიბერიძე, დედა თებრონე თათუნაიშვილი, ასევე აზნაური, დვაბზუდან. და მათი სახლი მდინარის პირას იყო ეს იყო ერთგვარი პატარა კულტურული ცენტრი, სადაც მთელი მეზობლები მოდიოდნენ და სანთლის შუქზე ერთად ჯაბა ასობდნენ და კითხულობდნენ სხვადასხვა ლიტერატურას. ჩვენ გვაქვს წერილი, სადაც მამაჩემს, ესე იგი, უწერია, რომ აქ არის მამაჩემის ანდერძიო. და ის წერს, რომ ერთადერთი შენ რაც შეგიძლია გააკეთო,
ყველაზე კარგი ჩემთვისო გურიაში ჩვენს მამაპაპისეულ იმაზე გააშენო კარგი ბაღი. მამაჩემს ეს გადაწყვეტილი ქონდა სახლი ააშენა, ესე იგი მიყვანილი იყო გადახურული ყველაფერი შიგა რემონტის გარეშე, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ 80 წელს დედაჩემმა გადასცა სახელმწიფოს ესა, სადაც გაკეთდა სახლ-მუზეუმი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და მას როგორც ეროვნულ საგანძურს აუცილებელი რესტავრირება და მოვლა პატრონობა სჭირდება. ამ სახლის ისტორიას რაც შეეხება, პირველი სართულზე ცხოვრობდა მეფის დროს, მეფის გენერალი, რომელმაც სადღაც 1915 წელში ააშენა ერთი სართული, ძალიან კაპიტალური, ძალიან კარგი შენობა, უკან ეზო შადრევნებით, იმით ამით, მოკლედ თავის საცხენების თავლით და ესეთი ამბებით. შემდგომ 30-იან წლებში, 32-ში ბაბუაჩემმა ააშენა ეს სახლი და აქ დასახლდა 4 პროფესორი მეორე და მესამე სართულზე, რომელთაგან სულ ყველა იყო რეპრესირებულები. აქედან დადიოდა ქვენობნის პირველდაწყებით სამრევლო სკოლაში. შემდეგ ის სწავლა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში განაგრძო, სადაც ისეთი აკადემიური ცოდნა მიიღო, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასულს იქ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება არ გასჭირვებია. მანამდე კი სიმწიფის ატესტატი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში აიღო. ისეთ მაღალ დონეზე ყოფილა განათლება, რომ წარმოიდგინეთ 1914 წელს, როცა ის ხონში სწავლობს და ისეთ განათლებას ღებულობს, რომ წერს, აქ ისეთი მდიდარი ლიტერატურა იყო, რომ განსაკუთრებით გამიტაცა სოკრატე და გადავწყვიტე, რომ სოკრატისტი გამხდარიყავი საოცრად აღმაფრთოვანა ბაირონმა და ნაპოლეონმაო. ამ ადამიანებმა მიიღო რა დიდი განათლება, ხაზგასასმელია ის, რომ პირდაპირ ხონში მიღებული განათლებით თბილისის გვერდის ავლით, აი ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ ჩაირიცხა გერმანიაში. გერმანიაში ახალგაზრდა მოსე გოგიბერიძე ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას ეწაფებოდა. მოგვიანებით გერმანიაში სწავლის პერიოდს ცუდად გაუხსენებენ, ჯაშუშობას დასწამებენ და ხალხის მტრის იარლიხსაც მიაწებებენ. ბერლინში ფილოსოფიური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლების ლექციებს ისმენდა. მისი წერილები თავისი სატყბოსადმი სესილიასადმი, სესილია ლომაძისადმი არის მოწერილი და ყველგან არის მისი აღფრთოვანება ამ მეგაპოლისით, იქ სხვათა შორის მისი სტუდენტობის დროს დაემთხვა რევოლუციური გამოსვლები და აი ამ პერიოდს ძალიან დიდი ემოციით აღწერს. ის დაესწრო აინშტაინის ერთ-ერთ ბოლო ლექციას სხვათა შორის, რომელიც ჩაშალეს სტუდენტებმა დიდი მეცნიერის ებრაული წარმოშობის გამო და ესეც მოხსენიებული აქვს ერთ-ერთ წერილში. წლამდე ქართული მთავრობა აძლევდა მას სტიპენდიას, რაც მას ცხოვრებაზე და სწავლაზეც ყოფნიდა. 21 წლის თებერვლის სტიპენდიაც კი აღებული აქვს. მერე იქიდან იწერება, რომ მისი ბედი გაურკვეველია, თავის იმჟამად შეყვარებულ შემდგომ მეუღლეს სესილია ლომაძეს წერდა, რომ ძალიან შეშფოთებული ამ მდგომარეობით, მაგრამ
იქ გერმანიის მთავრობამ და მარბურგის უნივერსიტეტმა მიხედა მას როგორც წარმატებულ სტუდენტს და დაუნიშნეს სტიპენდია და 1922 წელში იგი უკვე გახდა დოქტორი. მე არ შემიძლია თანამედროვეობას არ დაუკავშირო ეს თემა და არ ვახსენო სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი. ის გამოცდილება, რაც ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიას 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ საუბრობ, პირველი და მნიშვნელოვანი, რაც ხელშესახებად იგრძნობა სწორედ აი ამ პერიოდის ხელისუფლების მოწადინებაში, რომ აშენოს ახალი ტიპის სახელმწიფო, იყო სწორედ ის, რომ მეცნიერები, შემოქმედი ახალგაზრდობა, მოკლედ განათლების სფერო გაეძლიერებინა ამისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით იპოვეს ახალგაზრდები, რომლებიც გაგზავნეს, ასწავლეს და მერე ისინი აი ესეთი ახალი პლიადის სახით დაუბრუნდნენ საქართველოს. წელს მოსე გოგიბერიძე საქართველოში ბრუნდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყებს მუშაობას. როგორც მიწვეული ლექტორი ფილოსოფიურ საგნებსა და დისციპლინებში ლექციებს კითხულობს ბათუმისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით და შეთავაზებით დაბრუნდა, თუმცა იწერებოდა ბერლინიდან, რომ ვიღაც ჭირდება უკვე საქართველოში ფილოსოფიის პროფესორები, მაგრამ მაინც დაბრუნდა და აქაც ძალიან წარმატებული კარიერა შექმნა. 1930 წელს იგი უკვე უნივერსიტეტის პროფესორია, ცოტა მოგვიანებით ბუნების დიალექტიკისა და ფილოსოფიის კათედრის ხელმძღვანელი. აღნიშნე რომ ის იყო ფილოსოფიის ისტორიკოსი, ფილოსოფიის ისტორიკოსობა და ზოგადად ფილოსოფიის ისტორიკოსობა არ ნიშნავს აბსტრაქტულ ცნებათა ისტორიას. ეს გულისხმობს მეცნიერების ცალკეული დარგების, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ისტორიის, ეთიკის, რელიგიის, პოლიტიკის და ასე შემდეგ საკითხებს, რომელიც ძალიან კარგად ამ მიმართულებით კვლევები ძალიან კარგად ჩანს მოსე გოგიბერიძის შემოქმედებაში. ფილოსოფიის ისტორიკოსობა აგრეთვე გულისხმობს მემკვიდრეობითობის, ისტორიის მემკვიდრეობითობის ასახვას და გადმოცემას, რაც ასევე ძალიან კარგად ჩანს მოსე გოგიბერიძის შემოქმედებაში და მის შრომებში. გულისხმობს ფილოსოფიის ისტორიკოსობა იმავდროულად გულისხმობს მსოფლმხედველობათა იდეათა დაპირისპირებისა და განვითარების ჩამოყალიბებას, დალაგებას და ესეც ძალიან კარგად ჩანს და არის ასახული მის შემოქმედებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ვიმუშავე 6 წელი, ვიმუშავეთ და იქ მომეძია რამე მაინც მის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ აბსოლუტურად ყველა მასალა რაც კი იყო დაკარგულია, არ იძებნება. მხოლოდ მივაკლია რამდენიმე ჩანაწერს სტუდენტის უნივერსიტეტის, რომ დღეს მაქვს მოსე გოგიბერიძის ლექცია, ამა და ამ საათზე, ამა და ამ აუდიტორიაში და ესეც რაღაცა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მოსე გოგიბერიძემ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერების თეორიის სფეროში არაერთი სისტემური გამოკვლევა ჩაატარა, რომელთაგან განსაკუთრებულია ნაშრომი შემეცნების აქსიომატური დასაბამი, სადაც იგი აქსიომატური საფუძვლების დადგენას მათემატიკური მეთოდებით ცდილობს. ამ ტიპის გამოკვლევები მოსე გოგიბერიძემ ჯერ კიდევ გერმანიაში დაიწყო და საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. მით უმეტეს, რომ
მსგავს პრობლემებზე შალვა ნუცუბიძეც მუშაობდა. ამ საკითხზე ორი ვრცელი ტომის შექმნას გეგმავდა, თუმცა მხოლოდ პირველი ნაწილის დიალექტიკური გამოკვლევების მომზადება შეძლო. არახელსაყრელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო შემდგომი ნაწილების მომზადება და დასრულება ვერ მოასწრო. თავისი ნაშრომით მას სურდა ეჩვენებინა, რომ ორი ერთმანეთს დაპირისპირებული სფერო, ყოფნა და აზროვნება ერთმანეთზეა დამოკიდებული. მოსე გოგიბერიძე იმ იშვიათ ფილოსოფოსებს განეკუთვნება, რომლებიც დიდ ადგილს უთმობენ ქართული ინტელექტუალური აზროვნების ისტორიის კვლევას. ამ მიმართულებით გამორჩეულია ესე რუსთაველის ლექსის ზენამზეობა, რომელიც ვეფხისტყაოსნის პირველი ფილოსოფიური ანალიზია. მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოვიცა ნაშრომი რუსთაველი, პეტრიცი, პრელუდიები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ნიშნულობა. კონსტანტინემ გასახურდიამ შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში ესე, ასევე არის მოსე გოგიბერიძე პრელუდიების შემომტანი ქართულ ლიტერატურაში. ეს პრელუდიები შეეხებოდა რუს ფილოლოგია ძალიან კარგია ზაქარია ფალიაშვილზე, კარგია იაკობ ნიკოლაძეზე, არის ბარათაშვილის მერანზე. შემდგომ მან დაიწყო უკვე საფუძვლიანი მუშაობა, მეხსიერება ქონდა უნიკალური და ამას იძახოდა, რომ მე მქონდაო მეთიდეტური თვალი. რაღაცას ნიშნავს და სულ ზეპირად ახსოვდა, ესე იგი ერთხელ წამიკითხაო დედამ ვეფხისტყაოსანი თითქმის ზეპირად მახსოვდაო და დაიწყო ნაშრომი ძალიან სქელტანიანი და კარგი ნაშრომი, რაზეც წერილებში თვითონ აქ ჩამოვაღწია იმ წერილებში წერსო ჩემს კალამს ესე კარგად არასდროს არ მუშავია. ეხლა ვარ ზე წარმატებული მკვლევარი და ჰომეროსი და რუსთაველი. ესეთი ნაშრომი სქელტანიანი, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა. ასევე დაიკარგა აქ ჩხრეკის დროს იმანუელ კანტის წმინდა გონების კრიტიკის სრული თარგმანი მოსეს კომენტარებით და განმარტებებით. მან შეძლო სწორედ აი ეს ევროპული და დასავლური აზროვნება ფილოსოფიური ჩვენი ლოკალური უნიკალური კულტურისთვის მიესადაგებინა და აი ამ კონტექსტში წარმოეჩინა ის მოწინავე აზრი, რომელიც დღესაც განცვიფრებს, ისიც რომ კითხულობთ მის ნაშრომებს გაოცებული ხარ, იმიტომ რომ ძალიან თანამედროვე აქცენტებია. ფაქტობრივად დღევანდელობისთვისაც საოცრად თანამედროვედ იკითხება ეს ნაშრომები. ძალიან აყოფიერად მუშაობდა ჟურნალ ნათობში, რომელიც იმ დროს იყო შეიძლება ითქვას ერთადერთი სულიერების კერა ქართული ცნობიერებისთვის. ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა აქედან გამომდინარე, რომ ის იყო პასუხისმგებელი მდივანი ნათობის და როგორც მაშინ იძახოდნენ იმ დროინდელი მწერლები, მოსეს ერთ პორტფელში ეტევოდა მთელი რედაქცია. მთავარი რედაქტორი იყო ვალია ბახტაძე, ასევე ცნობილი კაცი, მაგრამ მას უფრო კომუნისტური წარსული ჰქონდა და ამიტომ ძირითადად ნათობის შემოქმედებითი მთელი პროცესი გადადიოდა ბატონ მოსეზე. ესეთი ისტორიაც არსებობს, რომ გალაქტიონმა რომ მიიტანა 100 ლექსი თავისი ნათობში დასაბეჭდად მოსემ უთხრა კაცო, ხვებიო, ერთ ლექს 100 ჯერ ბეჭდავენ და 100 ლექსიო ერთ გონორარს აიღებო და ამაზე რაღაცა ლექსიც არსებობს გალაქტიონის, ისეთი სახუმარო. ესეთი ისტორიები საკმაოდ ბევრია.
გრიგოლ ლობაქიძესთან ქონდა მიმოწერა, რომელიც მაშინ რა თქმა უნდა 30-იანი წლების განსაკუთრებით ძმების დაჭერის დაპატიმრების შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ ან მან ისე გადამალა, რომელიც მე ვერ აღმოვაჩინეთ, ან გაანადგურა გრიგოლ ლობაქიძესთან, რადგანაც ისიც გერმანისტი იყო, საქართველოში დაბრუნების შემდეგაც მე როგორც ვიცი, მათ ჰქონდათ მიმოწერა რამოდენიმე წერილი აზრების გაცვლა, ბატონ გრიგოლს ძალიან ისეთი შინაარსიანი პირადი ხარისხის წერილები ჰქონდა, სადაც ბევრი რაღაცეები იყო და ფილოსოფიის კუთხით აინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის შემორჩენილი სამწუხაროდ. რამდენიმე ათეული წლის წინათ ამ დროს კვირა დღეს უქმე დღეს აქ დიდი მზადება იყო და ძალიან ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს და უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთ წერილში ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც მოსეს მეგობარი იყო, იგონებს, რომ მოსეო ძალიან კარგი მასპინძელი იყო, მისი სახლიო იმდროინდელი ქართველების ცნობილი ქართველების თავშეყრის ადგილი იყო და მივიღეო წერილიო, სადაც მეუბნებოდა, რომ ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ გვეწვიოთ ჩემი ღვინოს დასაჭაშნიკებლად და თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისეთი ხალხი იქნება სტუმრად, მაგალითად, აუცილებლად გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია და კიდევ სხვებიც იყვნენო, მე იგონებს ალექსანდრე ბარამიძე და აქვე უნდა ვთქვა, რომ მოსე იყო ძალიან კარგი მეურნეც, სხვათა შორის, მას ჰქონდა თავისი ნაკვეთი, აი დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო რომ არის იმ ტერიტორიაზე, სხვათა შორის მოსეს დიდი ნაკვეთი იყო, ამუშავებდა თვითონ მოყავდა არაჩვეულებრივი ბოსტნეული ხილი, თვითონ წურავდა ღვინოს, მეღვინეობით იყო იმდენად გატაცებული, რომ რადიოშიც კი გამოდიოდა ლექციებით ხო, მეურნეობის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობების შესახებ რჩევებს იძლეოდა. როგორც ჩანს, დიდი მეცნიერი გრძნობს ქვეყანაში მოახლოებული რეპრესიების სუსხს და რაღაცნაირად ხარკს უხდის კომუნისტურ ხელისუფლებას. ალბათ ამით უნდა იყოს ნაკარნახევი მისი გახმაურებული ნაშრომი მეცნიერება და რელიგია, რომელიც აშკარად ათეისტურ ხასიათს ატარებს და საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიური პათოსითაა ნასაზრდოები. გამოთქმული არაერთი თეზისი იძულების შედეგი უფროა, ვიდრე თავისუფლად მოაზროვნე მეცნიერისა. თუმცა ეს სიფრთხილე ვერაფერში დაეხმარა კარზე მომდგარი ავი ბედისწერისგან თავის დასახსნელად. 1937-1938 წლების რეპრესიების პირველ ტალღას მართალია გადაურჩა, მაგრამ მომდევნო პერიოდისას ვერსად გაექცა. ქართველი ფილოსოფოსი პეტრე შარია თავის დღიურებში წერს: მოსესგან ნაწყენი კაცი არ მახსოვს. იყო გულღია და უაღრესად მიმდობი. იყო ნამდვილად ნიჭიერი და ფართოდ ერუდირებული ფილოსოფოსი. ყველა მისი მეცნიერული ნაშრომი გარკვეული ორიგინალურობის ნიშნებით ხასიათდებოდა. მისი პოპულარულობა ბევრს არ მოსწონდა. მაშინ ეჭვმიტანილად ცხადდებოდა ყველა, ვინც საბჭოთა ხელისუფლებას გუნდრუგს არ უკმევდა. ადამიანებს მოგონილი ბრალდებებით ხალხის ნტრება დაცხადებდნენ, ხრეტდნენ, ან შრომით გამოსასურებელ კოლონიებში გზავნიდნენ. ვიღაც მოშურნის წყალობით, მათ შორის მოსე გოგიბერიძეც მოხვდა. მეცნიერი
მეცნიერი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართული ფილოსოფიის განვითარებას შეალია. ვინაც მე-20 საუკუნის ქართული ფილოსოფია ორიგინალური და ნიშნულოვანი კონცეფციებით გაამდიდრა და დიდი წვლილი შეიტანა საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების კვლევაში. ძალიან დასანანია, რომ კაცმოძულე რეჟიმმა, რომელსაც სხვაგვარად მოაზროვნის დათრგუნვა პირველ ამოცანად ჰქონდა დასახული, ასეთი ნიჭიერი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. თან რა გზით? ამას მე მგონი დახურეტა ჯობდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლაც ის პერიოდი მან თავისი შემოქმედებისთვის გამოიყენა და ეს წერილები წერა და გამოგზავნა პრელუდიები და სხვა ნაშრომებიც, მაგრამ ისინი სპეციალურად არჩევდნენ დასასჯელად ადამიანებს გადასახლებისთვის ადგილებს, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და სწორედ ეს აქტიუბინსკის გარემო იყო აბსოლუტურად ხრიოკი ყოველგვარ სიცოცხლესთან ყოველგვარი შეუთავსებლა, ყოველგვარი ნიშანწყალი მისი აბსოლუტურად იყო შეუთავსებელი ადამიანის არსებობასთან და ამ პირობებში მე მგონი ერთ-ერთ წერილში მოსე იწერებოდა, რომ რაღაც ისეთ დაავადება შეეყარა, რომ პირდაპირ კანი ესე ძრებოდაო. მოსე გოგიბერიძე თავისი დიდი პიროვნების გამო, თავისი ინტელექტის გამო, საოცარი ცოდნის გამო და იმის გამო, რომ მას ადამიანები უყვარდა, მე ამ სიტყვას ხაზი მინდა გაუსვა, კაცთმოყვარე გახდა საოცარი, როგორც უნდა იყოს ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, იმდენად შეეყვარა თავის უყოლას, რომ მას გადასახლებაში შეათქვეს სულის მკურნალი. ოპტიმიზმით იყო სავსე, მაგრამ ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ მაინც დარია იმ პესიმიზმა ხელი და ბოლო წერილში სხვათა შორის იოსებ მეგრელიძე იგონებს მისი შემოქმედების მკვლევარიც, მისი თანასაკნელი სხვათა შორის და შემდგომში მისი ბიოგრაფიც იგონებს, რომ წერდა ერთ-ერთ წერილში, ბოლო წერილში ამბობს, რომ ჩემზეო რუსთველის სიტყვებიო სრულად ახდაო ვასოფელო რაში განხარ თან ამ ტაებს მოიყვანს და ამბობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ გამართლდა რუსთველისეული სიბრძნეო და მეო აქო ამ შორეულ მიწაზე დამასრულებინებს სიცოცხლეს ვატყობ. უკვე მასში იყო ეს პესიმიზმი და უკვე გრძნობდა თავის აღსასრულს. როცა მოსე გარდაიცვალა, ამ საკონცენტრაციო ბანაკის უფროსმა ჩაიდინა არნახული გმირობა. მან მოიპარა მოსეს გვამი, განცალკევებით დაასაფლავა, აიღო ქვა, დააწერა, მაგრამ ეს ქვა ჩაბრუნებული დატოვა, ვითომ ქვა ისე იყო იქ რიყეზე. ასეთი რაღაცა გააკეთა. შემდეგ, როცა თავისთავად საკონცენტრაციო ბანაკი აღარ არსებობდა, ეს კაცი ჩამოვიდა თბილისში და მისიანებს უთხრა, რომ გადარჩა მოსე, გადარჩა და აქ ამ და ამ ადგილას ასე ჩაბრუნებული ქვის ქვეშ არის მისი საფლავი. ელენე გოგიბერიძის დაძმური სიყვარული ეს არის მეორე ანტიგონე, განხორციელებული რეალურად ცხოვრებაში.
მან აიღო 2 ჩემოდანი, განსაზღვრა უკვე წინასწარ რას უნდა გაეკეთებინა, ჩავიდა აქციუბინსკში, მივიდა, ამოთხარა, იპოვა მოკლედ ის ქვა ამოიღო და როგორ გინდა ახლა ძმა გადმოასწრო და წარმოიდგინეთ, მე არ ვიცი ან რა ფსიქოლოგიურად მისმა გონებამ, ადამიანობამ როგორ ზიდა ეს გაჭრა, მარტო ქალმა ძმა გახერხა შუაზე, გაჭრა და ერთი ნახევარი ერთ ჩემოდანში მოათავსა, მეორეში და ასე წამოვიდა. ამ ჩემოდანში ჩალაგებულ ძვლებზე ედო თავი მთელი 3 დღის განმავლობაში მოდიოდა იმ ადგილიდან საქართველომდე. ასეთი ტრაგიკული ბედის ადამიანია. თავრობის თავის მეგობრებთან ოფიციალურად მას არ უთხოვია არც შეწყალება არაფერი, მაგრამ თავის მეგობრებს წერდა რომ აქ პარტიულ მუშაკებს რომ ამიხსენით რაში ვარ დამნაშავე და ამითიო თქვენ იმის ემპათიას გამოიჩენთ რომ მე ეტყვით რომ რის გამო ვარ ასე და რატო ჩემი ოჯახი და მე რის გამო ვიტანჯებით, აი ესეთი რაღაცეები რომელიც ძალიან მძიმე წასაკითხია მისი მემკვიდრეებისთვის ასაკვირველია. როდესაც 56 წელს რეაბილიტაცია მიიღო, მოცემ გალაქტიონს თავის უბის წიგნებში ჩაუწერია დღეს წერალთა კავშირში შემხვდა მოსეს და მოსე რეაბილიტირებულია. ეს თავის უბის წიგნებში ეს იყო ჩანიშნული, რაც ბევრზე მეტყველებს, რა თქმა უნდა. 60-იან წლებში უკვე რაც მოვიდა ქართულ ფილოსოფიაში ახალი თაობა ძალიან ძლიერი, პირველ რიგში ბატონი გურამ თევზაძე, ვენორი ქვაჩახია, ზურა კაკაბაძე, ბევრი ძალიან მათ დაიწყეს ამაზე სერიოზული მუშაობა და მაშინ პირველად ესე იგი 67 წელს აღინიშნა მოსეს 70 წლის თავის იუბილე უნივერსიტეტში ძალიან ისე პომპეზურად თუ შეიძლება ესე ითქვას ძალიან კარგად გამოვიდა მაშინ ბევრი ცოცხალი იყო მწერლები როგორც მახსოვს არა მარტო ფილოსოფოსები მეცნიერები ახალგაზრდა მეცნიერები რომელიც მოსეს მემკვიდრეობაზე ყვებოდნენ არამედ მწერლები ლევან გოთუა მაგალითად რომელსაც ძალიან თბილად თვითონ ლევანის ხო პოლიტპატიმარი იყო და სხვათა შორის ლევანი მერე აქ პოლიტპატიმრების ერთგვარ სათვისტო მოსავით ჰქონდა და მათი ხელმძღვანელი იყო და ძალიან თბილად გამოვიდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმ საშინელი წნეხისა, ასეთი ტოტალიტარული სისტემის მთელი სიმკაცრისა, რომელიც მას თავს დაატყდა, იგი არ გატყდა, შეინარჩუნა მაინც თავისი სახე, ღირსება, არავინ დაუსმენია და ბოლომდე მაინც აი ემსახურა თავის ქვეყანას და თავის საქმეს, იმიტომ რომ ისეთ ურთულეს პირობებშიც კი, როგორც გადასახლებაში ჰქონდა მას, იქაც კი შრომობდა, წერდა, იღვწოდა, რომ რაღაცით მაინც თავის მშობელ ქვეყანას შეწეოდა სწორედ მეცნიერების და კულტურის განვითარებაში ამ მხრივ მაინც. და ეს ძალიან დასაფასებელია ნამდვილად. აქ რო შემოვედი ბატონ რუსუდან მაგიდაზე ვნახე გრიგოლ რობაქიძის ლექსები.
გადასახლებაში რო გაემხნევებინა, მე არ ვიცი როგორ მოახერხა ეს გრიგორ რობაქიძემ სიყვარული და ახსავსე ეს ორი ლექსი მიუძღვნა, ერთი არის მშობელი მიწის მიმართ, მეორე გერას და მინდა ამასთან დაკავშირებით გითხრათ ისიც რომ მოკლედ ამ ლექსებმა ჩააღწია მოსემდე და ეხლა რა გააკეთა მოსემ როგორ გინდა ახლა ეს ლექსები გადმოაგზავნო ბოლოს და ბოლოს საკონცენტრაციო ბანაკში ხარ და როგორღაც მოახერხა მას ყავდა არაჩვეულებრივი მოსწავლე აი აქ სოფელ ქვენობაში ცხოვრობდა კარგი მასწავლებელი უაღრესად კარგი პიროვნება ბატონი ბიძინა გოგიბერიძე მოსემას ენდობოდა და მოსემას შემოუთვალა ძალიან გთხოვ იცი რა როცა გეხვეწები არ მინდა ეს ტექსტები დაიკარგოს დაისწავლე დაიზეპირე და ხელნაწერები გაანადგურეო და ბატონმა ბიძინამ დაისწავლა ეს ტექსტები მისგან ეს ტექსტები დაისწავლა მისმა ქალიშვილმა ცუცუნი გოგიბერიძემ რისთვისაც უღრმეს მადლობას უხდი მას და როცა ვეწვიე ქალბატონ ცუცუნის მეც და ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი პიროვნება ბატონი თამას დევიძე ნათელში იყოს მისი სული დიდი პატივი გვცა მან ჩაგვაწერინა სიტყვასიტყვით ეს ლექსები. თუჯურ გახვეწილ და გაშვეტილ ასპეტის თანზემზე მეწამური გელოკავდა ჭრელ თვალახალებს გავარდებოდი ხელგაშლილი ტორებით განზე თითქოს თითებით მოთასმული რკალავდი ალებს შენი თვალები რომ გადაკრავს სხვაფერი თითოს ჟღალი და ღუში დამუქული ეგვიპტის ქვები შენი თვალები გახელებით იჭერენ ხვითოს გველი რომ ესურის ყვითელ ალმურს ჯავარის რქებით ძვირფასო გერა ვიცი ჩემგან დაგრჩება წყენა ცრემლს ნუ მიჩვენებ თუ გიყვარდა ამასა გვედრი ვენიცის იქნებ შენი ბედი მიყივლოს ენა მიყოს აგრეთვე მოშხამული ჩემი ძმის ხვედრი მიტოვებული და ვარდნილი ღვთის ანაბარად ჩვენი ტიციან მგლების ხროვამ დაფლითა ტყეში ვერც დავიდირეთ ჩვენი პაოლო კოლხეთის ბარად ჟუჟუნა წვიმით ჩვენი ყანის და რბილი ხრეშით